დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროევროპული აქციების მონაწილის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი გაიმართა. 22 წლის ახალგაზრდას 8-დან 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე აბრამოვის პირად შხრეკაში მონაწილე პოლიციელი გიორგი ქაჩრიშვილი დაიკითხა. მისი მტკიცებით შხრეკასა და დაკავებაში 3 პოლიციელი მონაწილეობდა. საპირისპიროს ამბობს დაცვის მხარე. მათი თქმით პროცესში ბევრად უფრო მეტი პოლიციელი იყო ჩართული. თედორე აბრამოვს ესაც შევხვდით ჩვენ მას წარუდგინეთ ჩვენი სამსახურებული დამოკიდებულების პირადობის მოწვევები, აუხსენით რომ იყავით პოლიციის თანამშრომლები, აღნიშნულად დაკავშირებით თედორე აბრამოვმა ჩვენს მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და შეეცადა წასვლას, ასე ვთქვათ, ჩვენიდან წასვლას. ამის შემდგომ ეკაცოწყალოვმა და თეოდორაშვილმა ის შეაჩერეს. ხელით მე მას განვიმატე რომ მის მიმართ გამოძიება იყო დაწყებული მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახასთან დაკავშირებით, ის გამოსვლა ჩატარებული იყო გადაუდებელი ოსმენიდან გამომდინარე მისი პირადი შვრეკა და აუხსენდი რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა მის მიმართ მაინც ჩატარდებოდა ძალის გამოყენებას შედაგჭირებოდა მის მიმართ ჩატარდებოდა მისი პირადი შვრეკა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ თედო აბრამოვს ქურთუკის ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, თუმცა აბრამოვის პირადი შხრეკისა და დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა არ არსებობს. ქაჩრიშვილის თქმით, პირადი შხრეკის დროს ბრალდებულისაგან ნარკოტიკული საშუალება გიორგი თევდორაშვილმა მოიღო, რომელიც შემდგომ მან დალუქა. ჩვენ სამი ვიმყოფებოდით მარტო მე, ეკაცოწყალოვი და გიორგი თევდორაშვილი აღნიშნულ ადგილას და აბრამოვი ისე იქცეოდა და ისე ცდილობდა ჩვენიდან წასვლას უკმაყოფილებას ისე გამოხატავდა რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა რომ მასთან ვიდეო გადაღება უწარმოებინა, იმიტომ რომ მინიმუმ 2 პირი ჭირდებოდა მას რომ არ გაქცეულიყო, ან არ მოეშორებინა ნარკოტიკული საშუალება, შესაძლო ნარკოტიკული საშუალება, რა თქმა უნდა, იმ დროს არ ვიცოდით ჯიბეში ქონდა თუ არა რაიმე განსაცდელობა და აქედან გამომდინარე ვერ მოვახდინეთ მაგალითად საგანძო მოქმედების ტელეფონით გადაღება. ბატონო გამონინტერესებს, თქვენ ზავით რომ მეცნიერული მოსაწევი, კეთილი, გემოსვამებლობით. თქვენ რატომ შეძლებთ ეწარმოებინათ ეს ვიდეო გადაღება? რა გიშინათ ხელს? კი ბატონო, მოგასწრებთ პაკეტებს, ასევე მოსებდიობს, ხელში მეჭირა სამუშაო პაპკა და ასე ვთქვათ, ორ საქმეს როგორ ვიყავით. სანამ გავუსწრებთ, სანამ ის სამომავლოდ მაგდროს ვიყავით პაკეტებს. არა, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ამოღება, ნარკოტიკული საშუალებების და მობილური ამოღება, ამის პროცესიო დაგიფიქსირებინათ რა გიშინათ ხელს. როცა ამოვიღეს ეს ყველაფერი. გიხსნით, როდესაც ამოიღეს მომაწოდეს მე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოათავსე პაკეტში, პაკეტს გაუკეთე წარწერები, პაკვეთი დავლუქე, შემდეგ მეორე მობილური ტელეფონი მომაწოდეს, რომელიც ასევე მოათავსე პაკეტში, პაკეტს გაუკეთე წარწერები და დავლუქე. აღნიშნულ დროს მე მესამე ხელი და მეოთხე ხელი არ ამაქვს რომ სხვა ხელებით ხო, არა, ორი ხელით ხდება დაწერა, იმიტომ ერთ ხელში მიჭირა პაპკა, მეორე ხელით წერა. თედო აბრამოვის შხრეკას არც ნეიტრალური პირი დასრებია. შეეხება გარეშე სხვა პირს, გარეშე გზიდან იმყოფებოდით შიგნით, აი დაახლოებით 10-15 მეტრ, 10 შეიძლება არც არის 10 მეტრ. ცოტა შიგნით დღეს კორპუსი აქედან არის რაღაც შემოღობილი ფანჩატურით იყო და აი ამ ფანჩატურს და კორპუსის კედელშუავი დექით, სადაც საერთოდ არავინ არ მოძრაობდა აღნიშნულ დროს. ტროტუარიც კი ჩანდა მოშორებით, მაგრამ იმ საფეხმავლო გზაზეც საერთოდ არავინ არ მოძრაობდა, ციოდა, ღამე იყო ასე ვთქვათ და გარეშე პირიც აღნიშნულად დასაგები. თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთავაზე საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.